ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილება შევიდა. ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 44,485,000 ლარით გაიზარდა. თანხის უმეტესი ნაწილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე გადანაწილდება. პირველი ცვლილება განხორციელდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში. აღნიშნული ცვლილების შედეგად ჯამში ბიუჯეტი გაიზარდა 44,485,000 ლარით. მათ შორის ადგილობრივი სახსრების ფარგლებში 2,870,000 ლარით, ხოლო მთავრობის 102 ნომერი განკარგულების ფარგლებში 10,870,000 ლარით. 102 განკარგულების ფარგლებში დაფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით შემდეგი ღონისძიებები საგზაო ინფრასტრუქტურაში დაფინანსდება ბერაძის ქუჩის რეაბილიტაცია, მდინარე ოღასყურაზე ხიდის რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემის მოულაპატრონებისა და რეაბილიტაციის პროგრამით დაფინანსდება მდინარე ოღასყურის ბოლო მონაკვეთი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება, აგრეთვე განხორციელდება სულ 4 ლოკაციაზე საყრდენი კედლების მოწყობა, მათ შორის 3 ლოკაცია ეს არის კიკვიძის ქუჩა, ხოლო მეოთხე ლოკაცია ეს არის პეტრიზეს ქუჩა. ჯამში როგორც მოგახსენეთ, ბიუჯეტი გაიზარდა 44,485,000 ლარის ოდენობით და პირველი ცვლილების შედეგად საბოლოო პარამეტრი განისაზღვრა 179,610,000 ლარის ოდენობით.